ხალხი უნდათ არა დაეშალათ, არამედ პლუს დაესაჯათ. თვეების და აი ზოგიერთ დღესაც აღენიშნება ეს სიმპტომები. არ გვინახავს არც შესყიდვის საბუთები, არ გვინახავს არც მისი ტრანსპორტირების, არ გვინახავს არც მისი შენახვის. კამიძე რატო გვაქვს მარტო აქცენტი? მეორე რას აკეთებს? დღესაც ამაზე პასუხი არ იქნა გაცემული, რატო ურევდნენ, რა აუცილებლობა იყო წყალში გარეული იყო ეს ნივთიერებები. მაშინ სინესტე მოხდა, ის იშლება რაღაც ნივთიერებად, რომელიც არანაკლებ საზიანო შეიძლება იყოს, როგორც მაგალითად კამიტი არის. პირველი რაც გიგდეთ, რომ ტრიქლორეთილენს აქვს მკვეთრად გამოხატული კანცეროგენული, ან კიბოს გამომწვევი თვისებები. მიზანი იყო, რომ მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა ადამიანებისთვის. ცხენსადენი გაზიც არის მყარი ნიტრილი, კამიტიც არის მყარი ნიტრილი. სულს მარადს თქვა არის რომ რაღაც მომდევნო ეტაპი იქნება, რომ გამოაცხადებენ, რომ ეს ვიტამინია და დილას-აღამბოს ბავშვებსაც უნდა მივცეთ. ხანგრძლივი ეფექტი, ეგრეთ წოდებული ფილტვის ემფიზემა შეიძლება მოყვეს. ჭუჭყიანი ბინზური კონტეინერი, რომელიც ეყარა რაღაც ნივთიერება 18 წლის განმავლობაში. მას აქვს თავის შენახვის წესები. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც დღესაც აქვს რაღაც ქრონიკული ნიშნები, მაგალითად სისხლდენა, ბრონქიტის ნიშნებია. გადარჩენილები ვართ, რომ არავინ არ დაიღუპა ამ მოვლენების დროს. საფუძვლიანი ეჭვი ჩდება, რომ ესე იგი რაღაც არ არის ისე, როგორც გვეუბნებიან.